მოგესალმებით ძვირფასო გამომწერებო და პოტენციურ გამომწერებო და ამავდროულად ძვირფასო ქართველებო. შენი გვარი თუ მთავრდება იანზე და არ ხარ სვანი და მაინც ეს სალამი მიიღე, ასე მგონია რომ შენც ქართველი უნდა იყო და მაინც რა არის ქართველი, ხო? და ზოგადად რას ნიშნავს ერის წარმომადგენელი. ზუსტად ამაზე ვილაპარაკებ დღეს და დღეს იქნება ნაციონალიზმის განხილვის დღე. ჩვენ რა მე დავიწყე ახალი რუბრიკა, ასე რომ ვთქვათ, ან კონტენტი, რასაც დაარქმევთ, პოლიტიკური იდეოლოგიები. ნაციონალიზმი პოლიტიკური იდეოლოგიებს შორის ყველაზე ნაკლებადაა იდეოლოგია, ასე რომ ვთქვათ. თუმცა პირველი ვიდეოსთვის ძალიან საინტერესო იქნება ამის განხილვა, იმიტომ რომ ძალიან ბევრი იდეოლოგიასთან აქვს კავშირი. ახლა პატარა კითხვას დაგისვავთ. შეგიძლიათ კომენტარებში დაწეროთ, რა გგონიათ თქვენ კონკრეტულად ქართველი. არ შევეხოთ სხვა ერის წარმომადგენლებს, უბრალოდ თქვენ რა გგონიათ, რა არის ქართველი ადამიანი, ვინ არის, რას წარმოადგენს და რა კრიტერიუმებს უნდა აკმაყოფილებდეს ადამიანი, რომ იყოს ქართველი. ახლა კი პატარა ინსტრუქციასავით, რომ დაგეხმაროთ აზრის ჩამოყალიბებაში, გაგაცნობთ ზოგადად ნაციონალიზმის თეორიებს. ძირითადად ნაციონალიზმის თეორიებიდან ყველაზე მთავარი არის 4. ეს არის პრიმორდიალიზმი, ეს არის პერენიალიზმი, ეთნოსიმბოლიზმი და მოდერნიზმი. არსებობს ნაციონალიზმის კიდევ ბევრი განხრა, მაგრამ ეს არის ძირითადი ქვაკუთხედი, რაც შეგიქმნით ზოგადად ნაციონალიზმზე წარმოდგენას. დავიწყოთ პრიმორდიალიზმით. პრიმორდიალიზმი ეს არის ნაციონალიზმის ერთ-ერთი ყველაზე პრიმიტიული ახსნა. პრიმიტიული და ამავდროულად ყველაზე ნაკლებად გამყარებული არგუმენტებით და ყველაზე ნაკლები კვლევებია ამაზე ჩატარებული. თუ გახსოვთ, ჩვენ პირველ ვიდეოში ვახსენეთ ზოგადად ადამიანი რომ პოლიტიკური ცხოველია და ადამიანს რომ ჭირდება ადამიანი განვითარებისთვის. ხო და ზუსტად პრიმორდიალიზმი იწყება აი აქედან, როდესაც ადამიანები ხვდებიან ერთმანეთს და აყალიბებენ საზოგადოებას. ეს საზოგადოებები თავიდან იყო გვარები, ან ოჯახები, ან რაღაც თემები, ტომები, სოფლები, ქალაქები. შემდეგ კი უკვე მივედით დიდ გაერთიანებამდე, რასაც ქვია სახელმწიფო. ხო და აი აქ უკვე ყალიბდება ეთნოსები. სახელმწიფოსთან კი არა, არამედ პატარა გაერთიანებებთან, ადამიანების მცირე გაერთიანებებთან. ადამიანები ერთად ცხოვრობდნენ, რეპროდუქციას ჩაკეტილ გარემოში ახდენდნენ და ამიტომაც ერთმანეთს ემსგავსებოდნენ, როგორც კულტურულად, ასევე ვიზუალურად და სხვადასხვა ასპექტებში. ამიტომაც ადამიანი ზოგადად ევოლუციურად და ბიოლოგიურად მიეკუთვნება კონკრეტულ ეთნოსს. ჩვენ ეთნოსი და ერი შეგვიძლია ავრიოთ ერთმანეთში, მაგრამ პირადად ჩემთვის ეს ასე არ არის, იმიტომ რომ ერი ჩემი გაგებით არის უფრო ეთნოსების ერთობა, სხვადასხვა ეთნიების გაერთიანება, ვიდრე ერთი დიდი ეთნოსი. აქედან უკვე ჩვენ ვასკვნით, რომ პრიმორდიალიზმი ამბობს, რომ ადამიანები ისტორიულად ოდითგანვე მიეკუთვნებოდნენ კონკრეტულ ერებს. მაგრამ აი ამის სისუსტე იქაც არის, რომ ძალიან ბევრი ერი დაიკარგა და ძალიან ბევრი ერი ჩამოყალიბდა ცოტა უფრო გვიან პერიოდში. ასე რომ თითქმის შეუძლებელია, რომ რაღაც პრიმიტიული ერთობებიდან წამოსულ ერებს მივაკუთვნოთ დღევანდელი ერები. ახლა უკვე ოდნავ უფრო დახვეწილ ვერსიაზე, კერძოდ პერენიალიზმზე ვისაუბროთ. პერენიალიზმი ამბობს ასეთ რაღაცას, რომ კი ერები არსებობდნენ მაშინაც და არსებობენ დღესაც. ფაქტობრივად ერთი და იგივეა, ოღონდაც მცირე განსხვავებაა. შენ იმ ერს კი არ მიეკუთვნები, რომელიც იყო შუა საუკუნეებში ან ქრისტეშობამდე ზოგადად. შენ იმ ერის შთამომავალი ხარ. აი ასე მარტივად რო ავხსნათ, ჩვენი მშობელი ერები არსებობდნენ ადრე და დღეს უკვე გვყავს შვილობილი ერები. შვილობილი არა, შვილი ერები. რომლებიც გავნან იმ ერებს, მაგრამ არ არიან მთლად იდენტურები. აი ახლა კიდე პატარა კითხვას დაგისვამთ. თქვენი აზრით, დავით აღმაშენებლის პერიოდის ქართველი და დღევანდელი ქართველი არის თუ არა ერთი ერის წარმომადგენელი? რაღაც მომენტში შეიძლება რომ ჩავთვალოთ კი, არის ერთი ერის წარმომადგენელი, იმიტომ რომ რა კულტურაც მაშინ იყო, დაახლოებით ენაც, ყველაფერი თითქმის ერთი და იგივე გვაქვს, ძალიან მცირე ცვლილებებით. და სხვათა შორის ქართული კულტურა არის გამორჩეული მსოფლიოში იმის გამო, რომ დროს გაუძლო ქართულმა კულტურამ, ქართულმა ენამ და დღეს ჩვენ შეგვიძლია გავიგოთ ის ენა, მთლად კარგად არა, მაგრამ მაინც შეგვიძლია გავიგოთ ის ენა, რომელზეც საუბრობდნენ თუნდაც მე-5 საუკუნეში, იმიტომ რომ ყველას გვაქვს საკითხული შუშანიკის წამება, ყველას გვაქვს საკითხული ვეფხისტყაოსანი და თავისუფლად შეგვიძლია გავიგოთ. შეიძლება რაღაც დახმარებები დაგვჭირდეს, იქ რაღაც სიტყვები შეიძლება უცხო იყოს, მაგრამ ძირითადი ნაწილი ამ სიტყვებისა დღესაც გამოიყენება.
ახლა უკვე შეგვიძლია გადავიდეთ ეთნოსიმბოლიზმზე. ეთნოსიმბოლიზმიც გავს რაღაც მომენტში პერენიალიზმს და რაღაც მომენტში გავს თანამედროვე მოდერნულ ნაციონალიზმის გაგებას. ეთნოსიმბოლიზმი ზოგადად პირდაპირ გვეუბნება, რომ არსებობს რაღაც სიმბოლოები, რომელიც გამოარჩევს გარკვეულ ერებს. ჩვენ გვაქვს დღეს ჩხუბი ბევრთან, რომ ჩურჩხელა არის ჩვენი და ჩვენი ეროვნული საგანძურია, ჩოხა ჩვენია, ქართული ცეკვები, ანუ იმ ქართული ცეკვებს, რასაც დღეს ვცეკვავთ, იგივეს ცეკვავდნენ ადრეც. ასევე რელიგიაც შეიძლება ჩავთვალოთ, რელიგიაც ერთ-ერთი სიმბოლოა ნაციონალიზმისა. არსებობს ასეთი თეორიაც, რომ რელიგია მთავარი განმაპირობებელია ერებს შორის განსხვავებისა, მაგრამ ჩვენ დღეს ვხვდებით ისეთ ერებს, სადაც რელიგიური სიჭრელეა, ანუ საქართველოშიც კი ყავდნენ როგორც მუსლიმები, ასევე ქრისტიანები, ასევე იუდევლები, ანუ ებრაელები, გრიგორიანელები და იაღვეველები, ეს უკვე სექტაა. ხო, ანუ განსხვავდებიან, მაგრამ მაინც ერთი ერის წარმომადგენლები ვართ, ხო? ჩვენ ერის მშენებლობის პერენიალისტური მიდგომა შეგვიძლია დავინახოთ იმ პერიოდში, როდესაც მოღვაწეობდა წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოება, ეს იყო მე-19 საუკუნე. წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოება დადიოდა სოფელ-სოფელ, ქალაქ-ქალაქ და ეძებდა ქართული კულტურის ნიმუშებს. იქნებოდა ეს კონკრეტული ხელობა, მაგალითად, ქვის კეცების გაკეთება. ამავდროულად ქართული მრავალხმიანობა, ანუ სიმღერის სტილი და აღმოჩნდა ასე, რომ სხვადასხვა კუთხეებში საქართველოსი აი ეს კულტურის ნაწარმი პროდუქტი ძალიან გავდა ერთმანეთს. ყველას ახასიათებდა მრავალხმიანობა, ასევე ქართული ორნამენტები, როგორც კახეთში, ისევე იმერეთში გვხდებოდა, სამეგრელოში, აფხაზეთში და ასე შემდეგ. ანუ ეს იმას ნიშნავს, რომ რაღაც სიმბოლოებით ერთმანეთთან ვართ დაკავშირებულები. ასე რომ შეგვიძლია ერთად მოვიაზროთ ჩვენი თავი. მაგრამ ამავდროულად ჩვენი კულტურა ძალიან გავს კავკასიის სხვა ქვეყნების კულტურებს. ძირითადად კავკასიონის მიმდებარე ტერიტორიას თუ ჩავთვლით, იმიტომ რომ ჩაცმულობით, ცეკვის სტილით და ასე შემდეგ ვგავართ ერთმანეთს. აი მაგალითად დაღესტნელებს. შეიძლება ფაფახის ფერები განგვასხვავებდეს ერთმანეთისგან, მაგრამ დარწმუნებული ვარ, რომ საქართველოშიც ეცვათ შავი ფაფახები. ასე რომ პერენიალისტური მიდგომაც არ აკმაყოფილებს იმას, რომ ადამიანი მივიჩნიოთ კონკრეტული ერის წარმომადგენლად. ახლა მე თქვენ გაგიზიარებთ ერთ საინტერესო ავტორს, რომელსაც ჰქვია ბენედიქტ ანდერსონი. მან ჩამოაყალიბა ასეთი საინტერესო კონცეფცია, რასაც ჰქვია წარმოსახვითი საზოგადოება. წარმოსახვითი საზოგადოება, ანუ ერი. ანუ ის ამბობს, რომ კონკრეტული საზოგადოების წარმომადგენლებს თავში აქვთ ჩაბეჭდილი ის, რომ წარმოადგენენ რაღაც საზოგადოებას. მაგრამ ჩვენ ფაქტობრივად არ შეგვიძლია რომ შევხვდეთ ქართველი ერის ყველა წარმომადგენელს, რავი, თუ ძალიან არ მოვინდომებთ და კარდაკარ არ ვიარეთ. მაგრამ არსებობენ ბევრად უფრო დიდი ერები, მაგალითად ჩინური ერი, რომელიც 1.5 მილიარდს გაცდა თუ 2 მილიარდზე ავიდა, ზუსტად აღარ მახსოვს და მათ წარმომადგენლებს მით უმეტეს არ შეუძლიათ რომ ერთმანეთს შევხვდნენ. მაგრამ ამავდროულად ისინი ყველანი არიან ჩინელები, რავი, თავს პატრიოტებად მიიჩნევენ და ასე შემდეგ. არის თუ არა ნაციონალიზმი თლად წარმოსახვითი და ჩვენ წარმოსახვითად ვართ თუ არა ქართველები. იმიტომ რომ ჩვენ საქართველოში ყავს ბევრი სომეხი ეთნიკურად, ყავს ბევრი აზერბაიჯანელი, ესენი არიან ძირითადი ეთნიკური უმცირესობების უმრავლესობა, მაგრამ ბევრი მათგანი შეიძლება ჩავთვალოთ ქართველად. და თუ პატრიოტიზმში შევადარებთ და სხვა ამგვარ ასპექტებში შეიძლება ბევრ ეთნიკურ ქართველს ჯობდეს სომეხი. აი აქედან ისე მოვიკითხავ ჩემს მეგობარს, ბატონ ბორისს, იმიტომ რომ ის არის ნამდვილად ეთნიკურად სომეხი, მაგრამ მას ქართველისგან ვერ განასხვავებ და ძალიან ბევრ ქართველს ჯობია ქართველობაში. ახლა უკვე გადავიდეთ ყველაზე საინტერესოზე, რაც არის მოდერნიზმი და მოდერნისტული თეორია. ჩემი აზრით ეს ყველაზე კარგად ხსნის, მაგრამ ეს იმას არ ნიშნავს, რომ არ შეგიძლიათ არ დამეთანხმოთ. თუ არ დამეთანხმებით, პირიქით უკეთესია და შეგიძლიათ კომენტარებში დაწეროთ, რაში არ მეთანხმებით კონკრეტულად და პატარა დისკუსია შეიძლება გავმართოთ ამაზე. მოდერნისტული თეორია, რომელიც იწყება მე-19 საუკუნიდან. ეს არის ეპოქა, როდესაც შეიძლება ვთქვათ, რომ წარმოიშვნენ თანამედროვე ერები. იყვნენ საზოგადოებები, რომლებიც
კონკრეტულ მეფისადმი იყვნენ ლოიალურები, ან მთავრისადმი, ან რაღაც მაგდაგვარისადმი. თუ დავაკვირდებით ძველ პერიოდს, თუ ერთი მეფე დაიპყრობდა რაღაც ტერიტორიას, ავტომატურად იყვნენ იმ მეფის ლოიალურები. იმიტომ რომ მათთვის დიდად არაფერი არ იცვლებოდა რა. ისევის გლეხები იყვნენ, ისევის მთავრები იყვნენ, მთავარია უფრო ცუდ სიტუაციაში არ ყოფილიყვნენ. საქართველოს შემთხვევაში ცოტა განსხვავებული ვარიანტები გვაქვს, იმიტომ რომ ქართველი ერი ყოველთვის იბრძოდა დამოუკიდებლობისთვის, ყოველ შემთხვევაში ისტორიულად ასე ვიცით, მაგრამ ამავდროულად ჩვენ ეს შევიძლია დავაბრალოთ მეფეების ძალაუფლებისკენ სწრაფას. კი, რატომაც არა, იმიტომ რომ მეფეებს შეიძლება თამოდათ უფრო დიდი ძალაუფლება, ვიდრე მათ ვიღაცის მორჩილების ქვეშ გააჩნდათ. ხოლო იმ მეფეს მიყვებოდა ბევრი ადამიანი, რასაც შეიძლება დავარქვათ ქართველი ერი. ახლა პატარა ისტორიულ კონტექსტს შევეხოთ. რა ხდებოდა ზოგადად შუა საუკუნეებში, სადაც ძირითადად იყო რელიგიური ორგანიზაციების დიქტატურა, მეფე იყო ღვთისგან ხელდასმული, ასე რომ ვთქვათ რა, ეგრე მიაჩნდათ. ამავდროულად ეკლესიები ამას აღიარებენ და ამტკიცებდნენ ევროპაში და არა მარტო. ამავდროულად პრობლემა იყო ის, რომ ხალხებს შორის ვერ ხდებოდა კომუნიკაცია, იმიტომ რომ რაღაც ენის ბარიერი ჰქონდათ. აი საფრანგეთი რო ავიღოთ მაგალითად, ფრანგული ენა დრო და დრო უფრო და უფრო რთულდებოდა, იმიტომ რომ გლეხებს არ ქონოდათ წერა-კითხვის სწავლის საშუალება. ან ვიღაც გლეხს რო წერილი ეპოვა, ის ვერ უნდა წაეკითხა, იმიტომ რომ მისთვის საინტერესო ინფორმაცია ბრჭყალებში არ იყო იმ წერილში. ამიტომაც ხალხი იძულებული იყო, რომ რაღაც განათლების მისაღებად ევლოთ ეკლესიებში ან რაღაც იმგვარ დაწესებულებებში, რომელთაც ყავდა მთავარი, შეიძლება ვთქვათ, მღვდელი, შამანი, ან ზოგადად მეფე. მეფე არავის არაფერს არ ასწავლიდა, მაგრამ ავტორიტეტის გარშემო იკრიბებოდნენ და ეს ავტორიტეტი მათ აძლევდათ განათლებას. ეს ყველაფერი შეგვიძლია კარგად ავხსნათ ბიბლიის მაგალითზე. თქვენ დიდი ალბათობით კარგად უნდა იცოდეთ, თუ რა ხდებოდა ძველ ევროპაში, სადაც კათოლიციზმი ფაქტობრივად გაირყვნა და ქრისტიანობას ძალიან დიდი დისტანციით დაშორდა. შემოიღეს ინკვიზიციები, ქალებს სურაც უბრალო მიზეზის გამო ცეცხლზე წავდნენ, იმიტომ რომ რელიგიურად ბრწყალებში აპრავებდნენ იმას, რომ ისინი იყვნენ ალქაჯები, თუ ზედმეტად ბევრ საუბრობდა, ან თუ ზედმეტად ბევრი ფული ჰქონდა, ან თუ წითური იყო უბრალოდ. ეს ყველაფერი ბიბლიაში არ წერია, მაგრამ მღვდლებმა თქვეს ასე, რომ ბიბლიაში ასე წერია, ხალხს დაუჯერა, იმიტომ რომ ფიზიკურად არ შეეძლოთ ამის წაკითხვა. მას შემდეგ, რაც გუტენბერგმა გამოიგონა საბეჭდი მანქანა, შეგვიძლია მას სტამბაც დავარქვათ რაღაცა, და იბეჭდებოდა წიგნები, ხალხს უკვე წვდომა გაუჩნდა რაღაც ნაწარმოებებზე. იქნებოდა ეს ბიბლია თუ კონკრეტული ოდისეები, თავგადასავლები, რომანები, მაგრამ ამავდროულად იყო ერთი პრობლემა. ძირითადად ეს ყველაფერი იბეჭდებოდა ლათინურ ენაზე. ლათინური ენა იყო ელიტარული ენა და ამაზე საუბრობდნენ მხოლოდ ელიტები. ელიტის წარმომადგენლები, დიდგვაროვნები და ასე შემდეგ. ძალიან იშვიათი უნდა ყოფილიყო, რომ გლეხს ცოდნოდა ლათინური. აი აქ უკვე შემოდის ჩვენი საყვარელი კაპიტალიზმი. ბრჭყალებში დამპალი კაპიტალისტები მივიდნენ იმ დასკვნამდე, თუ კონკრეტული რეგიონის ენაზე დაბეჭდავდნენ ლიტერატურას, უფრო მეტ მოგებას ნახავდნენ. რა თქმა უნდა, ეს რაღაც კეთილი მიზნებისთვის არ კეთდებოდა, ეს კეთდებოდა თავისივე მოგებისთვის, იმიტომ რომ ფაქტობრივად საზოგადოება გააფართოვეს, კლიენტურა, ასე რომ ვთქვათ, იმიტომ რომ ის ენა, რაც იცოდა გლეხმა, იმ ენაზეც რო იწერებოდა წიგნი, ეს გლეხი ყიდულობდა, ეს გლეხი ეცნობოდა ამ ყველაფერს. აქ უკვე ხდება პატარა გარდატეხა, იმიტომ რომ ხალხი ხვდება, რომ ყველა თავის ენაზე არ საუბრობს. ამავდროულად მე-19 საუკუნეში პირველად გაიაზრა ფართო საზოგადოებამ, რომ დრო არ არის გაყინული. ახლა ამაში რას გულისხმობ? როდესაც კონკრეტული პირები მათაცნობდნენ რაღაცა ინფორმაციას, არაფერს არ ეუბნებოდნენ დროის შესახებ. ეს არ მომხდარა არც პირველ საუკუნეში, არც 100 წლის წინ, არც 1000 წლის წინ. ამიტომაც საზოგადოებას წარმოქმნა ჰქონდათ, რომ ქრისტე აწამეს მათივე ცხოვრებაში. ფაქტობრივად აი ასეთი რაღაცა იყო. ზუსტად აქედან უკვე იწყება ნაციონალიზმის ჩამოყალიბება. ნაციონალიზმი ყალიბდებოდა სხვადასხვა ასპექტით. მაგალითად, ერთი ვიზუალის მქონე ადამიანები,
ამავდროულად მიხვდნენ, რომ თავის ტერიტორიაზე სხვადასხვა ვიზუალის მქონე ადამიანები არსებობდნენ. ესენი იქნებოდნენ ოდნავ მუქები, ან ოდნავ თეთრები, მოყავისფროები, მოყვითალოები, მოწითალოები. ანუ ადამიანის ძალიან ბევრი სახეობა არსებობს ფენოტიპურად. მაგრამ ეს ხალხი ამავდროულად რაღაც კავშირს გრძნობდა ერთმანეთთან. ეს უკვე იყო რელიგიური კავშირი, ეს უკვე იყო ენობრივი კავშირი და ასე შემდეგ. აი ახლა უკვე კარგად რომ გაიგოთ თუ როგორ ყალიბდებოდა ერები და როგორ ხდება ერის ჩამოყალიბება, მოვყვეთ ეს ყველაფერი საქართველოს მაგალითზე. ჩვენ ყველას გვიყვარს ილია ჭავჭავაძე და არც ძები თამაში ილია არის ჩვენი ერის მამა რეალურად. და რატო ვეძახით ერის მამას? ზუსტად იმიტომ რომ ილიამ ჩამოაყალიბა ქართველი ერი. ის შეიძლება ცნობილი იყოს თქვენთვის როგორც პოეტი, როგორც მწერალი, როგორც პუბლიცისტი, მაგრამ რეალურად რო შევხედოთ, არც თუ ისე მაღალი დონის პოეტი იყო ან მწერალი. ის ბევრად უფრო მაღალ მწერვალებს იპყრობდა პოლიტიკის ცოდნაში და ფილოსოფიურ აზროვნებაში. მისი პუბლიცისტიკა არა მარტო საქართველოში, არამედ თითქმის ევროპული მასშტაბით და მსოფლიო მასშტაბით არის გენიალური ნაშრომები. ილიას მიდგომები შეგვიძლია შევადაროთ მიროსლავ ხროშის მიდგომებს. ილიას გენიალურობა იმაში იკვეთება, რომ ამ ნაშრომს იგი გაცნობილი არ იყო, მაგრამ თავისით მოახერხა ის, რომ ჩამოეყალიბებინა ეს სისტემა. ეს ყველაფერი ერთიანებს ძირითადად სამ პუნქტს. ესენია ენის რეფორმა. ჩვენ ვიცით, რომ ილია არის ქართული ენის რეფორმატორი და გეტყვით ასეთ რამეს, რომ ილია დაუპირისპირდა იმ პერიოდისთვის არსებულ ქართულ საპატრიარქოს, რომელიც ჭალებში რომ თქვა აწვებოდა ანბან თეორეტიკას. ანუ რაღაცა გაწერილი სისტემა იყო რთული, რომლის გაგება თითქმის შეუძლებელი იყო ჩვეულებრივი ქართველისთვის და თუ რამის გაგება გინდოდა, უნდა მისულიყავი მღვდელთან და მღვდელი იყო, ასე ვთქვათ, აზრთა ლიდერი, ანუ ის აყალიბებდა ყველაფერს. ხოლო ილიამ თქვა ასეთი რაღაცა, რომ ენა ეკუთვნის ხალხს და არა ეკლესიას. ამიტომაც ილიამ შექმნა ახალი ენა, ფაქტობრივად ხელახლა მოდერნიზება ჩაუტარა, არასაჭირო სიტყვები გააუქმა, არასაჭირო ასოები გააუქმა და ჩამოაყალიბა ის ამბანი, რომელიც ჩვენ ვიცით. ეს არის მხედრული. მეორე პუნქტი ეს არის პატრიოტთა ჯგუფების მიერ შექმნილი იდეების გავრცელება ხალხში. რასაც აკეთებდა წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოება. ისინი არა მარტო წერა-კითხვას ასწავლიდნენ ხალხს, არამედ აცნობდნენ სხვადასხვა იდეებს, რომელიც საჭირო იყო ერის შეკვრისთვის. მესამე პუნქტი კი არის საყოველთაო მობილიზაცია, ერის საყოველთაო მობილიზაცია. ახლა კი გავყვეთ ქრონოლოგიურად ყველაფერს. ქართული ნაციონალისტური პროექტის ჩამოყალიბება დაიწყო მე-19 საუკუნის 60-იან წლებში. რა თქმა უნდა, ამისი წინამძღოლი და მამამთავარი იყო ბატონი ილია ჭავჭავაძე. აი ესეც საინტერესო რაღაცას აქვეყნებს 1891 წლის ივერიის გამოცემაში. რასაც ქვია შინაური მიმოხილვა. ახლა ამის წაკითხვა სავიდან ბოლომდე არ დავიწყებ, უბრალოდ ერთ კარგ ფრაზას წაგიკითხავთ და თქვენ თუ არა გაქვთ წაკითხული შინაური მიმოხილვა, აუცილებლად გადახედეთ. დაცემული ვინაობის აღდგენა, ფეხზე დაყენება და დაცვა ყოვლის მოსალოდნელის ფათერაკისგან. ანუ ქართველებად ვერ აღიქვამდნენ თავს ფაქტობრივად და აი ეს ვინაობა უნდა აღგვედგინა. ხალხი უნდა გაერთიანებულიყო რაღაც იდეის გარშემო, რათა უფრო დაცულები ყოფილიყვნენ ნებისმიერი ფათერაკისგან. ეს იქნებოდა საგარეო თუ საშინაო. საზოგადოების გაერთიანებას კი ჭირდებოდა კონკრეტული რაღაცები, რაც დააკავშირებდა ერთმანეთს. მაშინ არ არსებობდა საქართველოში სკოლები, არ არსებობდა თეატრები, არ არსებობდა თუნდაც ბანკები, ხოლო ილიამ ეს ყველაფერი ჩამოყალიბა. არა მარტო ილიამ, ძალიან ბევრმა მისმა თანამებრძოლმა ამავდროულად წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების წევრებმა ეს ყველაფერი შეძლეს. ეს ის პერიოდია, როდესაც არსდება ქართული გაზეთები, ეს არის საქართველოს მოამბე, ივერია, კრებული, დროება და ასე შემდეგ, სადაც ვრცელდებოდა კონკრეტული პროპაგანდები, რომელიც ხელს უწყობდა ქართული იდენტობის ჩამოყალიბებას. ხოლო ეს გაზეთები როვინმეს წაეკითხა, რა თქმა უნდა ცოდნოდათ წერა-კითხვა. სწორედ ამიტომ ისინი დადიოდნენ და ხალხს ასწავლდნენ წერა-კითხვას. ქართული ეროვნული იდენტობის ჩამოყალიბებაში ირიბი, მაგრამ მაინც ძალიან დიდი წვლილი მიუძღვის რუსეთის იმპერატორს ალექსანდრე მეორეს. ალექსანდრე დიდად არაფერში არ დაგხმარებია, უბრალოდ მან ხელი შეგვიწყო იმით, რომ რუსეთის პოლიტიკა უფრო შეამსუბუქა და მეტად ლიბერალური გახადა. ალექსანდრე მეორის მობიერებასვე უნდა
უმადრობდეთ იმას, რომ 1971 წელს შეიქმნა წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოება, 1976 წელს შეიქმნა დედაენა იაკობ გოგებაშვილის თაოსნობით, 1875 წელს კი შეიქმნა საადგილმამულო ბანკი. საადგილმამულო ბანკი განათლებაზე არანაკლებ საჭირო იყო, იმიტომ რომ თუ გაქვს განათლება და არ გაქვს ამ განათლების გამოყენების რესურსი, თუნდაც ფინანსური, ეს ყველაფერი უაზროა. ამიტომაც ჩამოყალიბდა საადგილმამულო ბანკი. საადგილმამულო ბანკს ძალიან ბევრი პრობლემები ჰქონდა, იმიტომ რომ თავადები იღებდნენ სესხებს და შემდეგ უკან არ აბრუნებდნენ, იმიტომ რომ ისინი თავადები იყვნენ. ბანკი კი იძულებული იყო, რომ მათთვის წარერთმია ქონება. ხო, ანუ ბანკი ამ შემთხვევაში შეუძლებელია რომ გაამტყუნო, იმიტომ რომ მან ფული მისცა ხალხს და შემდეგ უკან არ დაუბრუნეს. ამ შემთხვევაში ბანკმა რომ ფუნქციონირება გააგრძელოს, საჭიროა თავისი ფინანსები უკან ამოიღოს. ამიტომაც იმ პერიოდის თავად აზნაურობას ესიზღებოდა ილია ჭავჭავაძე და მას ქართველი ერის მტრადაც კი მიიჩნევდნენ. ხო, და ქართველი ერი იმ მომენტისთვის აღიქმებოდა მხოლოდ და მხოლოდ ის ელიტა, რომელიც მართავდა. ხოლო დანარჩენი ეგრეთ წოდებული ყმები თითქმის ნივთებად იყვნენ აღქმულები და მეტი არაფერი დანიშნულება არ ჰქონდათ გარდა ნივთისა. როგორც ჩვენ გვაქვს დღეს სახში წერსასრუტი, მაშინ ყავდათ ყმა, რომელიც სახს ალაგებდა. ნუ ასეთი პერიოდის გამოგვივლია. არ უნდა დაგვიწყდეს ვაჟა-ფშაველას მიერ შეტანილი წვლილი აი ამ ორგანიზაციებში და ქართული ეროვნული თვითშეგნების ჩამოყალიბებაში. ვაჟა-ფშაველა იყო სხვათა შორის ერთ-ერთი პირველი ქართველი, ვინც წამოჭრა ქალთა საკითხი საზოგადოებაში. იმიტომ რომ თუ მამაკაცი ყმები ნივთებად მიიჩნეოდნენ, წარმოგიდგენიათ იმ პერიოდში ქალები რაოდენ უსუსური არსებები იყვნენ და რაოდენ დაბლაიდგნენ იერარქიულ კიბეზე. მან გამოაქვეყნა ასეთი სტატია, რომელსაც ქვია დედათა საქმე და აქ იყო განხილული ის ფაქტორები, თუ რატომ უნდა იყოს ქალი უფრო მეტად დაფასებული. იგი ამბობდა, რომ ქალი არის ოჯახის საყრდენი, ოჯახის ბურჯი და თუ ქალი არის სუსტი, მაგ შემთხვევაში ოჯახიც არის სუსტი. ხოლო ერები შედგებიან ოჯახებისგან. და თუ სუსტი ოჯახები გვექნება, მაშინ სადამე ერიც იქნება სუსტი. ამიტომაც ჩვენ ქალებს უნდა მივცეთ განათლება, უნდა იყვნენ დაფასებულები, რათა აღზარდონ კარგი და ჯანსაღი მომავალი თაობა. ამავდროულად ვაჟა-ფშაველას პატარა ორმაგი სტანდარტები ეპარება ქართული ენის ჩამოყალიბების თემაში, ვინაიდან იგი ამბობს, რომ ქართული ენის ჩამოყალიბებისთვის ყველა გამოჩენილმა მწერალმა უნდა გაიღოს თავისი წვლილი, ასე რომ ვთქვათ, და მკაცრად უნდა განსაზღვროს ის თუ რას წერს ზოგადად. მაგრამ ჩვენ კარგად მოგვეხსენება ის, რომ ვაჟა-ფშაველა არც თუ ისე სუფთა ქართულით წერდა. რასაც აკაკი წერეთელთან პატარა დაპირისპირებაც კი ჰქონდა. ახლა უკვე ვიდეო დასასრულს მივახლოვდა და ერთი პატარა საინტერესო მაგალითით მინდა აგიხსნათ, თუ როგორ შეიცვალა ქართული ერა და ახმადობა რამდენიმე წელიწადში. 1828-29 წლებში, როდესაც იყო რუსეთ-ოსმალეთის ბრძოლა აჭარისთვის, იქ არის იმ ტერიტორიაზე არის ნაპოვნი კახელი მეომრის საფლავი, რომელსაც აწერია, რომ იგი დაიღუპა უცხო მიწაზე სამშობლოსთვის ბრძოლაში. მაგრამ ეს ყველაფერი უკვე იცვლება სულ რამდენიმე ათწლეულში, 1877-78 წლებში, როდესაც ხელმეორედ მოხდა აი ეს ბრძოლა, კიდევ არის ნაპოვნი კახელი მეომრის საფლავი, რომელსაც აწერია, რომ იგი დაიღუპა სამშობლოსთვის ბრძოლაში. არა უცხო მიწაზე, არამედ საკუთარი სამშობლოს ტერიტორიაზე. ანუ კახელი მიხვდა იმას, რომ აჭარის ტერიტორია არის მისი სამშობლო და არა მარტო კახეთი. ასე რომ მეგობრებო, ძალიან საჭიროა ერის ჩამოყალიბებას ხელი შეუწყოთ. ნუ დავამცირებთ ნურავის, ვინც ჩვენ ვიზუალურად არ გვგავს, ან ცოტა ენის პრობლემები აქვს. ეს ჩვენი ბრალია, რომ დღეს ქართულ უმცირესობებს, ქართულ ეროვნულად ვამბობ და ეთნიკურ უმცირესობებს აქვთ ენის პრობლემები. იმიტომ რომ ფაქტობრივად ისინი გაუცხოვებულები არიან ქართული საზოგადოებისგან და პატარა ჩაკეტილ ბუშტში ცხოვრობენ. შეგვიძლია ავიღოთ მარნეული, სადაც აზერბაიჯანელები ცხოვრობენ, შეგვიძლია ავიღოთ ახალქალაქი, სადაც სომხები ცხოვრობენ და იქ პატარა სომხეთია, აქ ეს პატარა აზერბაიჯანია. თითქმის ქართული კულტურის გავლენა არ იგრძნობა. და შეიძლება ისიც მოხდეს, რომ საქართველოს ბანკში შეხვიდე, რომელიც იქ არის და ქართულად ვერ მოგემსახურონ ფიზიკურად. ხო, ეს ვერანაირ შემთხვევაში ვერ იქნება მათი ბრალი, იმიტომ რომ
უმრავლესობაში ვართ ჩვენ. ჩვენ ისინი არ უნდა გავრიყოთ, უნდა ვეცადოთ რომ შემოვიერთოთ და ნუიტყვით იმას, რომ საქართველოში მცხოვრები აზერბაიჯანელები თუნდაც არ არიან ქართველები. იმიტომ რომ ბევრი აზერბაიჯანული თუ სომხური გვარის მქონე ადამიანი წარმატებით ინტეგრირდა ქართულ საზოგადოებაში და დღეს ისინი ჩვენ გვერდით ცხოვრობენ ისე როგორც ქართველები. ძალიან ბევრი დიდი მოღვაწეც ყოლია, ასევე ცუდი ადამიანიც, მაგრამ გცუდია თუ კარგი ისინი არიან მაინც ქართველები.